მოგესალმებით მეგობრებო, დღეს უნდა გიამბოთ ჩვენი ახალი პროექტის შესახებ. გზადაგზა გეტყვით ყველაფერს. ეხლა პირველ რიგში მინდა დაგათვალიერებინოთ ნაწილები, დეტალები, რომელიც ამ მანქანაზე დადგება და მანქანის ვინაობა იქნება საიდუმლო. გეტყვით იმას, რომ ეს არის M157 5.5 ბიტურბოძრავი და მანქანა იქნება 4x4-ზე. და ახლა გაჩვენებთ დეტალებს. ეს არის ეგრეთ წოდებული შპილკები, რომელიც ძრავის თავაკის დამჭერი იქნება და პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ ტურბინის ჰაერის მაღალი წნევა არ გაიპარება გარეთ წყალში და CO-ს არ აიკიდებს მანქანა. ეს ვინც იცის იტალიან ერპე, ამათი წარმოება არის ეს ბოლტები, აი ესეთი ასე გამოიყურება. აი ესეთი რაღაცა რა. ესეთი დეტალია. ეს ბოლტები ძრავს ამ სიმძლავრეზე ჭირდება შესაბამისი საწვავის მიწოდება. აქ გვაქვს სპულის ბენზონასოსები, ეს არის მაღალი წნევის ნასოსები, ასევე გვაქვს დაბალი წნევის ნასოსი, თავისი ეთანოლის სენსორით. ეს მანქანა იქნება სპირტზე. ეს არის მაღალი წნევის ნასოსები. კიდევ გვაქვს აგერ ყველაზე მთავარი დარტონის გილზები. ეს გილზები დაახლოებით 1500 ცხენიზალაზე მუშაობს. დაახლოებით შეუძლია ამდენი ცხენიზალის ატანა. 8 ცილინდრიანია, 8 ცალი გილზი გვაქვს, რომელიც დადგება ჩვენს ბლოკზე. და ყველაფერი გვაქვს ამისთვის. ეს არის სპულის დაბალი წნევის ნასოსი, რომელიც ბენზინის ავზში დგება თავისი ყველა დეტალით. გუშები. ესეც იტალიან ერპია, პლატინიუმ ლაინი და ეს გუშები დაახლოებით 1500 ცხენზე არის გათვლილი და შეუძლია დაახლოებით 1500 ცხენს გაუძლოს. ესეც 8 ცალი გვაქვს. ასევე გვაქვს ეგრეთ წოდებული შატუნები, ბრუდხარა ბარბაცა. აი ეს შატუნები დადგება ამ ძრავზე. Black Booster. აქ ჩვენ გვაქვს გადაცემათა კოლოფის დეტალები. ეს არის კერამიკული დეტალები, რომელიც 1700-1800 ნიუტონ-მეტრზეა გათვლილი და ამ სიმძლავრეს, რასაც ჩვენ ვაპირებთ, ქართული კოლოფი ვერ გაუძლებს ფიზიკურად, ვერ აიტანს, ვერ გაატარებს ამ ძალას, დაბუქსავდება და რო არ დაბუქსავდეს, ამისთვის ამ კერამიკებს დავაყენებთ კოლოფში.
მანქანა იქნება 4x4-ზე წამყვანი. აქაც ამის დეტალებია, გაგრძელება. ვინც არის ის ვიტყვი იმას, რომ ეს არის სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, AMG-ის მიერ გადაკეთებული, MCT ქვია, multi clutch transmission-ი და აგერზე დაწერია კიდევაც ეს რისი დეტალებია. 72229 არის ეს. აი აქ ეხლა ეს ძალიან დიდი ყუთია, ფიზიკურად ვერ შემოვდგავ აქ, ვერ დავდებ. ეს არის Black Boost-ის intake-ი, რომელიც მეორე გენერაციის არის და საკმაოდ დიდ სიმძლავრეზეა გათვლილი. მთლიანი კიტი გვაქვს ამ intake-ის. მოკლედ აქ წარმოდგენილი დეტალები, ეს მინიმუმია, კიდევ ბევრი დეტალი დგება ამ მანქანაზე. მაგალითად გამშვების სისტემა, რომელიც ასაწყობია, მეთანოლის სისტემა. მანქანის მოდელს შეგნებულად არ დავასახელებ და არხით უგექნებათ გამოწერილი და კომენტარებში დაწერთ, რომელი მოდელის გაკეთებას ვაპირებთ და რომელ კომენტარსაც ყველაზე მეტი ლაიქი ექნება. ამ კომენტარის ავტორი მიიღებს ჩვენგან საჩუქრად iPhone 13-ს. ხოლო თუ ტურბოს გამოიცნობს რომელიმე ადამიანი და კომენტარებში დაწერს რა ტურბოს ვაყენებთ, ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მიიღებს ასე ვთქვათ, ძრავის კალიბრაციას უფასოდ. ანუ ვაჩუქებთ ნასტროიკას Mercedes-ის შემთხვევაში. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, გამოიწერეთ TikTok არხი და ძალიან ბევრი და საინტერესო ვიდეოების შექმნას პირდებით ორივე პლატფორმაზე. დროებით